სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორე მართლმადიდებლებს ბრძობა მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ეს არის დღე, როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. დღესვე ქადაგების დასრულებისას პატრიარქმა დაუცა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია და ჯგუფი, რომელიც მიემგზავრება იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად, მათ შორის ამ მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი. პატრიარქმა ასევე დაუცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეერაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულებასა და საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობას, რომლებიც დღევანდელ წირვას ესწრებოდნენ და ავღანეთში მიემგზავრებიან. ეს არის ბრძოლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ოსანა ძესა დავითისა, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა, ასე ადიდებდა იერუსალიმის მოსახლეობა. ოსანა დიდებას ნიშნავს და სულ ერთხელ თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მიიღო იესო ქრისტემ დიდება და პატივი. ის მუდამ გაურბოდა ამ ქვეყნიურ დიდებას და აი ეს დღეს, როდესაც ის შებრძანდა იერუსალიმში, მას ადამიანები ტანსაცმელს იხდიდნენ და უფენდნენ და პალმის რტოებს ტეხავდნენ და უფენდნენ, რომელიც სამეფო დიდებას ნიშნავს. ზობის წინვალე დღესასწაულს ულოცავ სრულიად საქართველოს ბედნიერებას, გაძლიერებას და გამრავლებას უსურვებ თითოეულ ოჯახს და ჩვენ საყვარელ სამშობლოს. ყველას დაესწრებით. ხვალდილას მიბრძანდებით იერუსალიმში ცეცხლის ჩამოსატანად და ყველა ქართველს წინასწარ ულოცავთ ბრწყინვალე აღდგომას, მრავალს დაესწრო სულ ჯანმრთელად, სულ კარგად და ყოველივე კარგს, სულ ყველას.